მოგესალმებით. მე ვარ მოსკა, იკეთის ფერმის სახელოსნოდან. ხარი 8 საათი. აქ ვამეტებთ კიდევ ერთ სივრცეს ჩვენ სახელოსნოს. ვიწყებთ კულინარიულ ვორქშოპებს. ეტაპობრივად გაჩვენებთ ყველაფერს. ეხლა ვაკეთებ კედელს, ნამჯოს და გაჯს ვურავ ერთმანეთში და ვხატავ კედელზე. ნახოთ რა გამავა. ესე იგი აქ აი ამ კედელზე ვჭრი და ვაწებებ სარკეებს შავი გერმეტიკით. ამ პროცესს აუცილებლად გაჩვენებთ. დანარჩენი 3 კედელი გაჯით დამუშავდა და აი ამ ნახატს ვაკეთებ. ეხლა აქ საკვამურისთვის არის ნახვეტი და ჯერ კიდევ ჭერი. აქ XPS-ია ვაკარით ცისფერი, რომელიც საშინელის შხამიანი ცისფერი იყო და შევღებეთ დოგვისფრად და შემდეგ აი ეს ბადე ჩარჩოები უნდა ავაკრათ და დავიწყოთ გაფორმება ტოტებით და ხავსებით და ხავსის კედელს, რომელიც ნუ გვერდებიდანაც უნდა აივსოს და უფრო ლამაზი იქნება. აი ესე. აქ ვარ პატარა ჩანახატი. აქ სრულდება ეს ნახატი არის კიკეთის ფერმის ბრენდბუქიდან აღებული ილუსტრაცია. რომელიც რეკლამა Windforce-მა გაამზადა და ესე იგი ეხლა ჩავასხავ წყალს სარტყელში. და პრინციპში თან გავაკეთებ. თან აგიხსნით თავის პროცესს. წავიდეთ ესა დროებით, სანამ სხვა ინვენტარს შევიძენ იმისთვის, რომ ნორმალური ვიდეო გადავიღო. დავით. საიდანაც ეს ულამაზესი ხედი გვეშლება. პანჯერა გასწვენდი. ჩავას ახლა წყალი ბევრი მაინც არ ჩავა. იმიტომ რომ ნუ სიღრმე არ ვაფნის მარტივი მიზეზის გამო. გვაქვს აქ ერთი ხმანიშა, რომელიც უნდა დავაყენოთ, მაგრამ ჯერ მეტალის ფეხებია დასამზადებელი, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ და უნდა შევუკვეთოთ. ისო წავიდეთ ახლა ეს სარკეები, რომელსაც ვაწაფებთ და დავიწყოთ დამუშავება ნახატის. ჯერ გაჩვენებთ პროცესს, ესე გადავიღებ მე გადავიდან ვასხავთ წყალს აქ ასე ვიწყებთ გაჯის ჩაყრას. მე ამით ვურავ ხელით შეიძლება, მაგრამ თავიდან არ ვურავ ხელით. აი აქედან ვიღებ გაჯს და ნელ-ნელა უყრეთ შიგნით. გაითიშა ტელეფონი, იმიტომ რომ მეხსიერება არ მყოფნის. სხვათა შორის ახლა თემუდან გამოვიწერე რაღაცა USB ფლეში, რომელიც ამატებს მეხსიერებას და ნახოთ როგორ იმუშავებს. ახლა დავუმატოთ ჩვენი თივა. ოი. აი ესე. Okay. Oh my. აჰა. აი ესე. ეს უკვე ახლა გჭირდება. სრულად. და ეხა ამოვურიათ. ასე კარგად. ჯერ ხელში. კარგად უნდა დასურდეს, რომ თან დარბილდეს და უფრო დრეკადი გახდეს და მარტივი. სამშაბათ, იმიტომ რომ ფორმა ხომ უნდა მივცეთ. ხეთ
ცალი ხელით გავაკეთებ, რომ გაინახოთ ახლოდ. ანუ ნახეთ ესე რომ მაგრდება, აი ესე სულ რომ დამაგრდება, ხო? თელ ნახატზე. ესე იყო ესეც. ძალიან უშნოა ჯერ. მე აი ნახეთ ამას გავჩვენებთ შედარებით, თან უკვე შემშრალია. ამას მე ზემოდან უბრალოდ გაჯი გადაუსვე და მე კიდევ უნდა გადავუსვა, რომ ფორმა აიხოს და შემდეგ იმისთვის რომ მეტი უფრო სიკლუვე კონდეს და სიბრიალე, უბრალოდ სველი ტილო უნდა გადავატარო. ჯერ ზუმფარით, მსუბუქი ზუმფარით დავამუშავე და შემდეგ სველი ტილო გადავატარო, რომ აი ესე გლუვად წავიდეს. ყველაფერს პროცესში ვნახავ. და ესეც საბოლოო შედეგი.